და მე მგონი დრო არის რომ თანამედროვეობასა და ამ დროის წარმატებებზეც ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ დღევანდელი დღეს მოგეხსენებათ კულტურის ორშაბათია, ჩვენ ვსაუბრებთ თეატრზე, მხატვრობაზე, მუსიკაზე, კინოზე და სწორედ კინოზე ვისაუბრებთ. ნიშანდობლივია რომ ნატო აჩნაძეზე იყო საუბარი და ახლა ვისაუბრებთ უხმო კინოზე, ამ საოცარ ისტორიაზე და მე რაღაცა უნდა კითხო. მოკლედ, მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა უხმო კინომ, უნდა მოუყვეთ მაყურებელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი პარიზში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივას წარადგენს. რეტროსპექტივას, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 4 თებერვლიდან 4 მარტამდე მიმდინარეობს, ჟერომ სეიდუ პათეს ფონდი მასპინძლობს. კინოჩვენების პროგრამა 20-მდე ქართულ ფილმს აერთიანებს, რომელიც მაყურებელს ქართული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ინოვაციურ პერიოდს, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან პირველ ქართულ ხმოვან ფილმამდე აცნობს და ძალიან საინტერესოა ჩემთვის ზაკ, რამდენი, აი შენ პირადად გააქვს, რამდენი უხმო ფილმი გაქვს ნანახი? ქართული? ხო, ნუ პრინციპში შენი პროფესიაა ეს, აი თქვენ გოგოს რამდენი გაქვთ ნანახი? ჩვენ აი ამას გეუბნები, მე მაქვს სულ 3, აა სურამის ციხე, ჯანყი გურიაშივიცი და ნუ რა თქმა უნდა ის ნობელი ქრისტინე და მოგზაურობა, მაგრამ ფრანგ მაყურებელს უკვე ქართული 20-ვე ფილმი ნანახი აქვს თქვენ წარმოიდგინეთ და სწორედ ამ თემაზე ჩვენო ერთგულო მაყურებელო ჩვენი სტუმრები არიან ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი და კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსი ქალბატონი მანანა სურაძე. ისინი ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან გოგოებო, ბოდიშის მოხდით. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ძალიან საინტერესო ამბავზე უნდა ვისაუბროთ. მოკლედ და პირველ რიგში მე მგონი ერთი თვე ქართული კინოს, უხმო კინოს ჩვენება, ასეთი პატარა ერი ვართ და ამ ხელა კინოს ისტორიის სამშობლოში ჩვენი ფილმები ასეთი ახლა მოგვიყევით როგორ და რანაირად მოხდა ეს ამბავი თუ შეიძლება. რაც შეეხება პროექტს, ხო, ჩვენთვისაც ძალიან ისეთი, როგორ გითხრათ, საპასუხისმგებლო პროექტია, იმიტომ რომ ჩვენთან ამ წამს ახსენე ზაკ, რომ კინოს სამშობლოა პარიზი, 1895 წელს დეკემბერში შედგა პირველი კინოჩვენება და რამდენიმე თვის შემდგომ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში პირველი კინოჩვენება შედგა საქართველოშიც. ამიტომ ჩვენთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო ის, რომ პარიზელ მაყურებელს შესაძლებლობა ეძლეოდა ენახა ეროვნული კინოცენტრის აღდგენილი 20-მდე ფილმი უხმო კინო ქართული, რომელიც ძალიან საინტერესოა მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში კინო ფაქტობრივად ახალი ხელოვნების ახალი დარგი იყო, ქართული კინო გამორჩეულია ფორმითაც, ნოვატორული მიგნებებითაც, მონტაჟური ენითაც. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ რეტროსპექტივის დაგეგმვაში ჩვენ საერთაშორისო წარმომადგენელს ევროპასა და ევრიმაში სოფია ბაბლუანს, რომელსაც მინდა რომ დიდი მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ ჩემთვისაც გაუგებარია როგორ მოახერხა. აი ლევან ჩვენ ინტერვიუც გვაქვს სოფია ჩაწერა ჩვენმა ჟურნალისტმა და ამ მიზეზებზეც მოგვიანებით როგორ მოახერხა უბრალოდ სოფია თავადაც მოგვიყვება. აი ეს ხარისხი ხო ძალიან კარგ ფორმატში ქართული ფილმები აღდგენილი, რესტავრირებული ჩავიდა და ნახა ფრანგმა მაყურებელმა. ეს პრიორიტეტიც, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ აი ამ მნიშვნელოვან 20-იანი წლების უხმო ქართულ კინოს, ამაზეც რო გითხრათ. წლებია სახელმწიფოს დონეზე მუშაობს პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეროვნული კინომემკვიდრეობა აღვადგინოთ და დავიცვათ. ამას ვახორციელებთ ეროვნული კინოცენტრი და ეროვნული არქივი. და ჯამურად თუ არ ვცდები, ამ წლების განმავლობაში 90-მდე ფილმი არის აღდგენილი. ქალბატონი მანანა ჩემზე ბევრად კომპეტენტურია ამ საკითხში, რამდენადაც იგი კურირებს ყველაფერს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ერთის მხრივ რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ქართული კინომემკვიდრეობა და მეორეს მხრივ შესაძლებელი გახდეს მისი დაცვა და რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, იმიტომ რომ თან ქართული კინო განსაკუთრებით ამ პერიოდის რაც ახსენეთ არის კვლევისაგანი. შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ კვლევრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აღნიშნულ ფილმებზე წვდომა უფრისწრად.
აი ქალბატონ მანანასები და ეხლა ვკითხო. აქ აღსანიშნავია მაყურებელმაც რო იცოდეს ამ უხმო ფილმებში აღსანიშნავია ლიტერატურულ ნაწარმოებზე შექმნილი ფილმებიც, თორე რამდენიმე ხა ციფრი ზუსტად არ მახსოვს რამდენია, მაგრამ არის ასეთი ფილმი. არა მხოლოდ ქართულზე უცხოური ტრანსლაციებიც არის. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია უხმო ფილმებში ეს ფაქტორი და აი მაყურებელმა თვითონ აი როგორ მიიღო ეს ფილმები და რა გამოხმაურება ქონდა ამ ყველაფერს ამაზე რო გითხრათ თუ შეიძლება აი მაგალითად ახლა მარტივად რო ვთქვა მე ვახსენე ჯანყი გურიაში ეს ნანახი მაგას და ამჯერად არ გუჩვენებია ეს ერთი წლის წინ ვაჩვენეთ 3 საათიანია ეს ხო და აი როგორ მიიღო ეს ყველაფერი დაიწყო ერთი წლის წინ აი პირველი წარმატება ზუსტად ის იყო რომ შარშან ზუსტად ამ დროს მარტის თვეში მრავალწლიანი და აი სოფოს ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ჩვენგან მოახერხა რომ 6 ფილმი ნაჩვენები იყო სინემატეკაში. საფრანგეთის სინემატეკა ეს ყველა კინემატოგრაფისტის არის. ნუ იქ და იყო 6 ფილმი რომელიც თვითონ შეარჩიეს 5 უხმო და 1 ხმოვანი გიორგი შენგელაიას ფიროსმან. ეს თვითონ ჩვენ მივაწოდეთ ყველაფერი შეარჩიეს და იქ იყო ნაჩვენები ჯანყი გურიაში. თან წარმოიდგინეთ რომ ეს ყველა ჩვენება მუსიკალური ცოცხალი მუსიკით კეთდება. ეს იყო თვითონ ჩვენთვისაც, ახლა ჩვენ კი ხმა მუსიკა დავადეთ რამოდენიმე ფილმს ორიგინალურად თქვათ შექმნილი მათთვის, მაგრამ ამისი დარბაზში ყურება ჩვენთვისაც კი აი გააოცებულები ვიყავით და რაღაც სენტიმენტები წამოვიდა. ამიტომ და ჩვენ ხვდებოდით მაშინ აი მე და სოფოს ზუსტად მაშინ საუბრობდით პირველ დღეს რომ აი იქ როგორ მიიღებდა ხალხი მაყურებელი ამას და რა შეფასება ექნებოდა ახლა ძირითადი მაყურებელი მაინც სინემატეკაში და იმაში არიან კინოისტორიკოსები, კინომკვლევარები, ანუ პროფესიონალები. თუმცა ის მაყურებელი, რომელიც პროფესიით არ არის კინემატოგრაფისტი, იმდენად განებივრებულია ამ ფონდში და იმაში მუდმივად მიდის რეტროსპექტივები, რომ ისინი უკვე პროფესიონალების დონეზე ერკვევიან, ამიტომ ძალიან ნერვიულობდა. თვითონაც თავშეკავებულები იყვნენ პირველი დღეები, აი ნახოთ რა იქნება. მაგრამ აი 6 დღის შემდეგ ისეთი შეფასებები იყო, რომ გაცილებით მარტივი გახვდა ამაზე სოფო თვითონ ისაუბრებს, როდესაც ჩვენ 10 ფილმით მივედით, რომ შეგვეთავაზებინა და მათ 19 მოგთხოვეს და მე კიდე თქვა არქივის ზუსტად მან ჩაერთო, როდესაც მოითხოვეს დოკუმენტური ფილმებიო და ჩვენ აკაკის მოგზაურობა დოკუმენტური და დანარჩენი უკვე არქივმა 3 ფილმი წარმოადგინა და ერთი თვე მაყურებლის დაჭერა ძალიან რთულია, იცით 2 დღე მოვა, 6 დღეც მოვა, 6 დღეც, მაგრამ ერთი თვეთა როდესაც განმეორება ხდება. ორჯერ თითო ფილმი, ორჯერ 19 იყო ჩვენი ფილმი და 3 იყო არქივის. ნუ პირველი დღეები რო დადიოდნენ და წარმატებული იყო, კი, მაგრამ ეს უკვე იშინოდა, როგორ წავიდოდა, ჩვენ გქონდა ამის შიშები, თუმცა ხვალ უკვე ბოლო სეანსია და დარბაზი სავსე თუ არა 2/3 მუდმივად არის. და შეფასებები ნუ ლამონდეში დაიბეჭდა საკმაოდ ვრცელი სტატია ეს პრესაში, პარიზში, ქართულ ფილმების რეტროსპექტივაზე, ასე სოფოს ქონდა მე მგონი რადიოში ინტერვიუ და ალბათ ყველაზე კარგი შეფასებისთვის ინდიკატორი ის არის, რომ სამომავლოდ უკვე ძალიან რაღაც მონახაზები არის. ჩვენ მეტით შეგვიძლია ვთქვათ, მე მგონი ეს მართალია, ეს ამბავი დამიდასტურა თუ შეიძლება საუნივერსიტეტო პროგრამაში შეიტანეს ამ ფილმები. სოფო იტყვის, როდესაც იქ იყვნენ ვთქვათ, იქ რა თქმა უნდა მკვლევარები, კინოისტორიკოსები, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში პროგრამები, ანუ სასწავლებლად სტუდენტები. მათ მოთხოვეს და ჩვენ გვაქვს ესეთი პორტალი GNFC Heritage, სადაც ჩვენი აღდგენილი 35-36 ფილმი ახლა რიცხვში იმიტომ ვიჯადები რომ ფილმება თქვა ჯანყი გურიაში 2-ად არის გაყოფილი და ამ დროს ჩვენ ერთად ვთვლით მაგრამ 35 ფილმი ინგლისური სუბტიტრებით რომელიც ღია ყველა მკვლევარისთვის და ჩვენ ვუთხარით რომ მათ შეუძლიათ იქიდან აჩვენონ თავის სტუდენტებს ან თუ დამატებით უნდათ რომ თქვა ჩამოტვირთული კონდეთ რომ თქვა სხვაგან სადაც არ არის საშუალება რომ პირდაპირ საიტიდან აჩვენონ მივაწოდოთ ესენი რომელიც პროგრამაში შევა და ყველაზე კარგი შეფასება კიდევ ის არის როდესაც ეს მკვლევარები და ეს პროფესიონალები გამოდიან და გეუბნებიან რომ
ну ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა ესეთი კინომემკვიდრეობა რომელიც ძალიან ბევრ დიდ და ესეთ მაშინ მით უმეტეს ძლავ ქვეყანას არ აქვს ну ამაზე მეტი შეფასება სუბიექტურად ჩემთვის შეიძლება სუბიექტურად დიდია მაგრამ აი შემდგომში ნახოთ ამას რა გამოხმაურება მოყვება იმიტომ რომ აი სოფოს ნამდვილად აქვს უკვე რაღაცა წინადადებები შემოთავაზებები და ნახოთ რა იქნება მე მგონი დროა რომ მოусმინოთ სოფოს კომენტარსაც ევრი მასში საქართველოს წარმომადგენელი კინორეჟისორი სოფია ბაბლუანი ესაუბრა ჩვენს ჟურნალისტ კადო ყიფიანს პატეს ფონდთან რეტროსპექტივის ინიცირება გავაკეთე მე და ასევე ამ რეტროსპექტივის ორგანიზება. შერჩეულია 19 მხატვრული ფილმი და ასევე არის დოკუმენტური ფილმები, მათ შორის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები და მთლიანობაში ავდივართ 25 ფილმამდე. არის ქართული კინოს შედევრები, როგორიც არის კოტე მიქაბერიძის ჩემი ბებია, ნიკოლოზ შენგელაიას ელისო, გიული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როდესაც ამ რეტროსპექტივას გეგმავდით, რომ რაც შეიძლება მრავალმხრივი გაშუქება გქონოდა ქართული კინემატოგრაფიის და პატეს ორგანიზატორს როდესაც შევთავაზე რომ გაგვეკეთებინა შეხვედრა მრგვალი მაგიდა ქართული კინოს გარშემო, ასე ვთქვათ ესეთი ენთუზიაზმით დამთანხმდა და მქონდა აბსოლუტური თავისუფლება თემების შერჩევის და სტუმრების შერჩევის. ძალიან საპასუხისმგებლოა, როცა ესეთ ინსტიტუტებთან თანამშრომლობ და თან როდესაც პარიზელი მაყურებელი ყავს დარბაზში, იმიტომ რომ პარიზელი მაყურებელი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გათვითცნობიერებული და არც ერთ ჩვენ მაყურებელს მხოლოდ ერთი ფილმი არ უნახავს, მგონი, ყველას 2 ან 3 ფილმი აქვს ნანახი. ჩვენ პროგრამას ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებთ. ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიქნებ ფილმების შერჩევაზე. დარბაზში იყვნენ პროფესიონალები, პროფესორები და რამოდენიმე უკვე გვესაუბრა იმაზე, რომ ჩვენი ფილმები ჩაესვათ თავიანთ პროგრამაში, თავიანთ სასწავლო პროგრამაში უნივერსიტეტში კინოს ფაკულტეტზე. თუ შეიძლება მე ჩავერთვები. იცით რა არის, ალბათ ახლა ვინც გვიყურებს და არ უნახავს თუნდაც აი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს ეს ქართული უხმო ფილმი. პირველ რიგში არსებობს თუ არა რაიმე პლატფორმები, სადაც შეუძლიათ რომ იხილონ ეს ფილმები და მე თქვენი რჩევებიც მაინტერესებს, იმიტომ რომ რთული არის აი ასეთ ციფრულ სამყაროში ყურადღების გაჩერება და კონცენტრირება თუნდაც ისეთ კლასიკებზე, რომელიც არა მხოლოდ ქართულზე, ზოგადად საერთაშორისო კლასიკებზეც ვლაპარაკობ და აი რაიმე რჩევა და უშუალოდ საიდან დაიწყონ, რა იქნება უმჯობესი. რა შეიძლება ნახოს აუდიტორიამ, რომელსაც ახლა ინტერესი გაუჩნდა ამ ფილმების. ну, პირველ რიგში გავიმეორებ, რომ არსებობს ესეთი პლატფორმა gnfcheritage.g, რომელიც ღია არის, ხელმისაწვდომია ყველასთვის, არის იქ აღდგენილი ვერსიები ამ ფილმების და გახდა ინგლისური სუბტიტრებით, ანუ ეს უცხოელებისთვისაც ხელმისაწვდომია. ხა საიდან დაიწყო? ჩემი მხრიდან ცოტა ისეთია ვიკიდევათ, რომ მე ისეთი სენტიმენტები მაქვს, რომ ჩემთვის ყველაფერი პირველია. მაგრამ თუ რაღაც გარკვევა უნდა დავეწყოთ პირველი დოკუმენტური ფილმიდან, აკაკის მოგზაურობიდან, აი თავად ნახავენ, რომ იმ პერიოდში ეს არის პირველი სრულმეტრაჟიანი თან დოკუმენტური ფილმი. და შემდეგ მიყვნენ ქრისტინე ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეკრანიზაცია, ну, ძალიან ისე მოკლედ ვიტყვი, რომ ეს იყო პირველი დამოუკიდებელ სახელმწიფოში პირველი ფილმი, თქვათ, დამოუკიდებელი საქართველოს ტიტრებში, თქვათ, შეიძლება მარტო ამას ეწეროს, იმიტომ რომ ეს გასაბჭოეთებამდე იყო და აქაც კერძო ფულით გაკეთებული, ეს გოგიტიძის ფულით, რომელმაც მთელი ქონება დაკარგა იმისთვის, რომ ეს ფილმი გადაეღო. მაგრამ ну თუ ყველაფერს ნახავენ, ან შეუძლიათ გრადაცია გააკეთონ იქ შესაბამისად ანოტაციებია და რომელიც უფრო დაინტერესებთ, იქიდან დაიწყო. მაგრამ ვფიქრობ 35 φιλმი არ არის ესეთი თული სანახავი, რომ ყველა ნახონ. თან ქრონომეტრაჟებიც ესეთი ქრონომეტრაჟებიც ყველაზე დიდი ჯანყი გურიაშია, რომელიც 3 საათი გრძელდება. ლევან, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დღევანდელობაზეც ორი სიტყვით რომ გითხრა, თქვენ დაბრუნდით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიდან, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ და ასევე აზერბაიჯანის კინოსააგენტოსთან გაფორმდა მემორანდუმი, ესეც რას მოიცავს, რომ განუმარტოთ მაყურებელს?
მადლობა კითხვისთვის. კი, ნამდვილად ცოტა ხნის წინ დაუბრუნდით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიდან. როგორც იცით, ბერლინალის ფარგლებში ყოველ წელს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა, სადაც ეროვნული კინოცენტრი ყოველწლიურად წარადგენს ეროვნულ პავილიონს. წლევანდელი ჩვენი ვიზიტი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა იმ კუთხით, რომ 60-ზე მეტი ინდუსტრიული შეხვედრა ჩავატარეთ. იქნებოდა ეს კინოფესტივალების პროგრამერები, სხვა კინომარკეტების წარმომადგენლები, გაყიდვების აგენტები, საქართველოს კინოგადაღებით დაინტერესებული პირები თუ დარგის სხვა წარმომადგენლები. რამდენადაც ჩვენთვის ეს ინდუსტრიული შეხვედრები მნიშვნელოვანია ქართული კინოს პოპულარიზებისთვის და საქართველოს პოპულარიზებისთვის, ესე ჯამურად რომ შევხედოთ. რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაც იყო, მათ შორის ეს იყო გიორგი ოვაშვილის ფილმის მთვარე მამაა ჩემი ჩვენება მარკეტზე. ეს იყო მემორანდუმის ხელმოწერა აზერბაიჯანის კინოსააგენტოსთან, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რატომღაც ასეთი რეალობა გვაქვს, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან მაინც და მაინც მჭიდრო დავთანამშრომლობთ. ამ დროს საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს თანამშრომლობის, როგორც ახალგაზრდა რეჟისორების და კინოპროფესიონალების აღზრდისთვის, ასევე ერთობლივი კინოწარმოების ხელშესაწყობად. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის მემორანდუმი მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ჯამურად შემიძლია, რომ ძალიან პოზიტიურ ჭრილში დავახასიათო, ასე ვთქვათ, ჩვენი ვიზიტი, მათ შორის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეროვნული კინოცენტრი წელს წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ფაქტობრივად დავასრულეთ, იმიტომ რომ მსოფლიოში რამდენიმე მნიშვნელოვანი კინობაზრობა ტარდება და ეროვნული კინოცენტრი იქნება ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი, სადაც ჭირდება ქართულ კინოს. უგლესი მადლობა სტუმრობისთვის, ამ ძალიან საინტერესო ამბებისთვის და მომავალშიც გელოდებით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ. ქართულ კინოს კი ვუსურვოთ წარმატებებს.